ფორმატზე წარმატებული ქუთაისელები, რა თქმა უნდა, შემოკვლებიც წარმოგიდგენთ ამ ფორმატს, ქალბატონი დოქტორი ეთერ თოფჩიაშვილი. თვალსაჩინოდ მოღვაწენი, ანუ სახელგანთქმული ქუთაისელი ებრაელები. წიგნი ეძღვნება იმ გამოჩენილ ქართველ ებრაელებს, რომელთა მოღვაწეობა შორს გასცდა მშობლიური ქალაქის საქართველოს როგორც სიდიდით, ისე მნიშვნელობით მეორე ქალაქს და მსოფლიოში სახელი გაუთქვა საქართველოს. ამ ადამიანთა უმრავლესობამ საშუალო და უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღო და შემდგომ საქმიანობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ განაგრძო. ქუთაისი ყოველთვის იყო ქართული ინტელიგენციის სამჭედლო და ამ მხრივ არც ქართველი ებრაელები ჩამორჩნენ თანამოქალაქეებს. ნაშრომში აღნიშნულ წიგნში თავმოყრილია ზოგიერთი თვალსაჩინო ქართველი ებრაელი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, მედიკოსის, მწერლის, ხელოვანის ცხოვრების სამეცნიერო, პედაგოგიური, საექიმო მოღვაწეობის ამსახველი ეპიზოდები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში. მასში ასახულია აგრეთვე ამ ადამიანების მოგონებები და ურთიერთდამოკიდებულება აღმზრდელ პედაგოგებთან, კოლეგებთან, საზოგადოებრივების წარმომადგენლებთან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაშრომი კიდევ ერთი გამოხატულება იქნება ორი მოწმე ერის ურთიერთობისა და თანადგომისა, რომელიც ჭეშმარიტი მაგალითია საუკუნეების მანძილზე ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებული თანაცხოვრების ისტორიული შედეგისა. სანამ გადავალ ამ ჩვენი გამოჩენილი ქუთაისელი ებრაელების ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელზე, მინდა მოვიტანო გოეთეს სიტყვები. გამოჩენილ ადამიანთა გახსენება დროდადრო ფიქრებს აღნიშნის ხოლმე, ისინი წამოიმართებია ჩვენს თვალწინ, როგორც ამდერძი თაობებისა. ქუთაისელი ებრაელი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი დასდო, როგორც საქართველოს, ისე ქართველი ებრაელების ისტორიას არის დანიელ ხანანაშვილი, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ქართველ ებრაელთა მემატიანე. როგორც აღნიშნეთ, ქუთაისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც ებრაული ეთნოსი თავისუფლად ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, ინახავდა საუკუნეებრივ რელიგიურ სუნდოებს. ისინი ქართველებს უზიარებდნენ თავიანთ კულტურას, ტრადიციებს, ქართველები კი მას. ეს ღრმა კავშირი აღწევს ამ ქალაქს ებრაული სამყაროს ორგანულ და საინტერესო ნაწილად. ქუთაისელი ებრაელების დიდმა ნაწილმა თავისი საქმიანობით არაერთ პროფესიაში გამოიჩინა თავი და ღირსეული კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის ისტორიაში. ქუთაისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ებრაელი ისტორიკოსი და მწერალი დანიელ მოშე დე ხანანაშვილი, რომელიც დაიბადა 1929 წელს. ბატონი დანიელი უშედეგოდ იყო შეყვარებული საქართველოზე, განსაკუთრებით თავის მშობლიურ ქალაქზე ქუთაისზე, სადაც დაიბადა, აღიზარდა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. თუ რაღაც მეათე კლასის მოსწავლე იყო, როცა რესპუბლიკური კონფერენციისათვის მოამზადა მოზრდილი ნაშრომი ქუთაისის ისტორია. ნაშრომი მოიცავდა პერიოდს უძველესი დროიდან მე-13 საუკუნემდე. ნაშრომას საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამჟამად იგი ქუთაისის არქივში ინახება. სწორედ აქედან იწყება მისი აქტიური მოღვაწეობა ამ სფეროში, რომელსაც დანიელ ხანანაშვილმა მთელი ცხოვრება მიუჩნდა. ბატონმა დანიელმა სწავლა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე დაასრულა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. მან ჯერ კიდევ სტუდენტობისას მოიხოჭა სახელი როგორც სერიოზულმა მკვლევარმა. ბევრი არაზუსტი თარიღის ცნობა
დააგვისა ძველი ჟურნალს გაზეთების ღრმად შესწავლით. ერთ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა დანიელი ქართველ ებრაელთა ისტორიის შესწავლით. აგროვებდა ყველა მასალას, რაც მისი ინტერესების სფეროში შედგება. 1960 წლისათვის უკვე საკმაოდ ბევრი მასალა დაუბრუნდა. მას საფუძველზე კი 1963 წლის 9 იანვარს არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ქუთაისის საჯარო სხდომაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე ებრაელთა საკითხი და რევოლუციამდელი ქართველი საზოგადოება. დანიელ ხანანაშვილი როგორც ისტორიკოსის ერთ-ერთ უმთავრეს სამოქმედო სფეროს წარმოადგენდა საქართველოს ისტორიისა და ქართული მწერლობის უცნობი ფურცლების კვლევა. ამის შედეგი იყო საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი არაერთი წერილი, განსაკუთრებით ქუთაისის ისტორიისადმი მიძღვნილი სტატიები. მათ შორის სტატია ქუთაისის ქუჩები, რომელიც 1989 წლის გაზეთ ქუთაისის ფურცლებზე მთელი წლის მანძილზე ქვეყნდებოდა. ასევე დაიწყო დანიელ ხანანაშვილმა სტატიებისა და წერილების გამოქვეყნება ჟურნალ გაზეთებში. მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე და ებრაელობა, ქართველი ებრაელების დემოკრატიულ საქართველოს, ებრაელის სახე რევოლუციამდელ ქართული თეატრის სცენაზე. 1993 წლებში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის კათედრის მიწვევით სტუდენტებს უკითხავდა კურსს ქართველ ებრაელთა და ქართულ ებრაულ ურთიერთობათა საკითხებით. მის ლექციებს სტუდენტებთან ერთად პროფესორ მასწავლებლების დიდი სიამოვნებით ისმენდნენ. არანაკლებ ინტერესს იჩენდა იგი ქართული მწერლობის, განსაკუთრებით კლასიკოსთა, როგორებიცაა აკაკი წერეთელი, გალაქტიონ ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, ლეო ქიაჩელი, ნიკო ლორთქიფანიძე, საქართველოსი დაბადებული და გააზრდილი ვლადიმერ მაიაკოვსკის და სხვათა ცხოვრებისა და შემოქმედების უცნობი ფურცლების გამოსავლენად. ძველი ჟურნალ გაზეთებისა და განსაკუთრებით არქივებში დაცული მასალების მიხედვით. საკმაოდ ბევრი რამ გამოავლინა კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების უცნობი ფურცლებიდანაც, რასაც მიუძღვნა წერილები კონსტანტინე გამსახურდია და ქუთაისი, ოდიშევ გამსახურდიათა წინაპარი და სხვა. 1990 წლის დეკემბერში დანიელ ხანანაშვილმა 7 კაციანი დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იერუსალიმში მოწყობილ პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმში, სადაც წაიკითხა მოხსენება ქართულ ებრაელთა ისტორიის ამსახველი მასალები ქუთაისის ცენტრალურ არქივში. ბატონი დანიელი ქუთაისის კულტურულ საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილე იყო. მის გარეშე იშვიათად ჩატარდებოდა რაიმე ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკაში, ისტორიულ მუზეუმში, ქუთაისის ცენტრალურ არქივში, სასწავლო სამეცნიერო დაწესებულებებში და ასე შემდეგ. დანიელ ხანანაშვილმა ისრაელში ასვლამდე 45 წლის განმავლობაში არაებრაული, ესე იგი ქართველი ერის შესახებ დაგროვილი მასალები 80-ზე მეტი საქახალდის სახით დატოვა ქუთაისის ცენტრალურ არქივში, სადაც ამ მასალების ბაზაზე შექმნილია მისი სახელობის პირადი ფონდი. ეს ფონდი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც. გებერთელა შრომაა გაწეული, როგორც ხედავთ. უნივერსიტეტის რექტორი, მაშინდელი უნივერსიტეტის რექტორი 90-იან წლებში აფთანდილ ნიკოლაიშვილი იხსენებს იმ ქართველებს შორის, რომლებიც წარმოაჩენდნენ ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულ და
დამკვიდრებულ ძმობასა და მეგობრობას დანიელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება გახდა. 1983 წელს დანიელი თავისი ოჯახით ისრაელში ავიდა და თან წაიღო უშუალოდ ის მასალები, რომლებიც ქართველ ებრაელთა საკითხებს ეხებოდა. ისრაელში ამოსვლიდან ერთი წლის მანძილზე იგი გარკვეული ხელშეკრულებით თანამშრომლობდა იერუშალაიმის ებრაულ უნივერსიტეტთან. ისრაელში ამოსვლისას მან გერშონ ბენ ორენთან ტიპრაშვილთან ერთად დაიწყო თანამშრომლობა რასიისკაია ევრეისკაია ენციკლოპედიაში. ამასთან დანიელს შედგენილი ჰქონდა ქართული ვარიანტი, რომელიც ამა თუ იმ დასახელების ებრაელთა ისტორია უფრო ცლად, უფრო საფუძვლიანად და ფართოდ არის გაშუქებული. ამის ნიადაგზე მას განზრახული ჰქონდა შეექმნა საქართველოს ებრაელთა ენციკლოპედია. ისრაელში 2000 წელს გამოცემული წიგნი საქართველოს რაბინები, რელიგია და ისტორია კოლექტიური ნაშრომია, რომლის შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი დანიელ ხანანაშვილი. დანიელ ხანანაშვილი ორგანულად ვერ ეგუებოდა ისტორიული სიმართლის ფალსიფიცირებას, ვინმე საამებლად. იგი უაღრესი კეთილსინდისიერებით იკვლევდა საქართველოს ებრაელთა ისტორიას და იყო ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ცოდნე. ამ საკითხის შესწავლას დანიელ ხანანაშვილმა მრავალი ათეული წლის თავდადებული შრომა შეაგია. შედეგად დაწერა უნიკალური ნაშრომი ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, რომელიც სამწუხაროდ გამოუქვეყნებელი დარჩა. წიგნში ქართულ ებრაული სული მსოფლიოში, რომელიც 2000 წელს გამოიცა, დანიელი წერდა: მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, ერთი ჩემი წიგნი მაინც ვნახო გამოცემულიო, მაგრამ ვერ იშილა. 2005 წლის 28 მაისს 72 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მოგვიანებით ბატონ რობერტ გოლანმა გადაწყვიტა დანიელის დიდებული საქმის დაბოლოება, შეკრიბა მასალები და გამოსცა წიგნი ლოცვის კარები და ქუთაისის ებრაელები, შესანიშნავი წიგნი ალბომი. დანიელ ხანანაშვილს ეროვნებით ქართველზე არანაკლებ უყვარდა. ქუთაისი, საქართველო არ განასხვავებდა მას თავისი მშობლიური ისრაელისაგან, რაც შეგვიძლია ვთქვათ ნებისმიერ ქართველი ებრაელის შესახებ. ის არის ღირსეული მემატიანე ქართველ ებრაელთა ისტორიისა და ნაკლებად ცნობილი ებრაელია ქართულ საზოგადოებაში. ამ მცირეოდენი ესეთი მინდა დავასრულო საუბარი ბატონ დანიელ ხანანაშვილის შესახებ. ეხლა ჩემი. ეხლა მესმისია. მე ძალიან ვისიამოვნე, რაც მოვისმინე, განსვენებულს პირადად ვიცნობდი და მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დავამატო, რომ იგი წასული იყო გარდაცვალებამდე დაახლოებით რამდენიმე თვის წინ რუსეთში. დიახ. ზუსტად არ მახსოვს რომელ ქალაქში, თუ არ ვწდები სანქტ-პეტერბურგში, საიდანაც მოიპოვა უამრავი მასალა ქუთაისზე. მე არ ვიცი მან მოასწრო თუ არა ეს მისი დამუშავება, როგორც საისტორიო მასალად მან მოიპოვა დოკუმენტაცია. პარალელურად მითხრა, რომ ძალიან ისეთი ბევრი საინტერესო მასალა რაჭაზე და აიქ მომხდარი, როდესაც დავით ბაზოვი გახლდათ რაჭაში, ხდებოდა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც ამ არქივში ინახებოდა არქივი რუსეთში. არ ვიცი, რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესი იმ წუთებში არ იყო ისტორია, არ იყო ძიება, ეს უფრო ძალიან ახალი ამოსული ვიყავი და პრაქტიკული ცხოვრების
დამკვიდრება იყო ისრაელში, მაგრამ არასოდეს დამავწყდება მისი სტუმრობა ჩემთან სახლში, იგი იკვლევდა ჩემი პაპის ონის სინაგოგის აშენების ფაქტორებს, აზუსტებდა მან მამაჩემთან დააზუსტა ყველა ეს პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ისე აღმადაღმა იყო გაბნეული ინფორმაცია, ზუსტი ინფორმაცია ალბათ ამ ერთ ადამიანს გააჩნდა, რომელიც დანიელის შემდეგ ძალიან მალე გარდაიცვალა. და არ ვიცი ზუსტად მე მის ნაშრომებზე ხელი არ მიმიწვდებოდა, არც ვითხოვე, ძალიან მინდოდა მეთხოვა მისი ქალიშვილისთვის, რომელიც არაჩვეულებრივად განაგებდა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს პრინციპში მამის ჩანაწერებს და რა ბედი ეწია ყველაფერ ამას, ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს, არავინ იცის სად რა გამოჩნდებოდა ან ამ ახლად მოძიებულ კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს რა ბედი საინტერესოა ძალიან. და სამწუხაროდ დრო ისე გარბის ჩვენ აქ არასოდეს არ გვცალია, არასოდეს არ აფიქრო და უდიდეს მადლობას გიხდით. ერთი წუთი შეიძლება ქალბატონი სხვათა შორის ონის სინაგოგის შესახებ ჩვენ ჟურნალში ებრაული სამყარო 10 წლის წინ დაიბეჭდა მასალა ქალბატონ მარინა ბუზუკაშვილის მიერ მოწოდებული და შვილი იყო ისე როგორც ძალიან კარგად არის განხილული ყველაფერი და რა ვიცი თუ გვექნება დრო რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით დიდი პარტივით ჩვენს ჟურნალებში ძალიან ბევრი საინტერესო მასალა იბეჭდებოდა აი ეს მინდა ჩამემატებინა ეს სიამოვნებით ქალბატონ ეთერი მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ თქვენ დაინტერესდით და საზოგადოება არ ვიცი ხდებოდა თუ რაოდენ ბუმბერაზე მეცნიერის ყველარის წინაშე ვიდექით და ბლოგიდან გამოსული კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა მოულოდნელად იყო შეფასინელება ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი კატასტროფა რამაც ჩვენ შეთანხმებული ვიყავით ინსტიტუტში შევხვდებოდით და მოვიკვლევდით ხომ არ არსებობდა ებრაულ ბიბლიოთეკაში ისე რა მასალაც მან ჩამოიტანა დაცული მასალა მოსკოვიდან იყო თუ სანქტ-პეტერბურგიდან ზუსტად არ მახსოვს რომ შეგვედარებია და თუ არსებობდა ანალოგი ებრაულ უნივერსიტეტში თუმცა ჩვენ სამწუხაროდ არც ეს არ გავუკეთებია ის იყო ძალიან მორიდებული პიროვნება ძალიან მორიდებული ნამდვილად ძალიან მორალურად ამაღლებული თვალში არ შემოგხედავდა და აკეთებდა ისე თავდაღებულად თავის საქმეს აი ზუსტად ნათელში იყოს მისი ხსოვნა ნათელში და ძალიან ბევრი არ ყავდა ასეთი კაცები ის არ კომპენზურობდა თავისი ნაკლებები აი ზუსტად არ იყო ამაყი და არასოდეს თავი არ უწევია რომ აი მე ამას ვაკეთებ ის აკეთებდა როგორც ებრაელი კაცი სამუშაოს ყველასთვის და ძალიან დიდი შეფასება სჭირდებოდა თქვენ ეს არაჩვეულებრივად გააშუქეთ და უდიდეს მადლობას გიხდით შეიძლება ითქვას მისი გარდაცვალებიდან აი ეს წლის თავები რო ჩაივლის ნელ-ნელა ყველაფერი წყდება ალბათ ყველასათვის ცნობილი მადლობა მინდა გითხრათ რომ თქვენ ეს არაჩვეულებრივი ერთით მადლობა თქვენ რომ მომეცით საშუალება რომ აი მესაუბრა ამ ადამიანის შესახებ და კიდევ თუ მომავალ რა თქმა იცით ქალბატონი ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი წიგნების ირგვლივ მოგზაურობა ჩვენი ეთერით იმის გამო რომ თქვენი მიერ გამოცემული ყველა წიგნი ეს პროფესიონალური დონეა და პარალელურად მინდა გითხრათ რომ იგი ჩვენს წარსულს და მომავალ თაობას სულიერად ამაღლებს იმ ფაქტორში რომ გაიგებს რანი ყოფილვართ და რანი ვართ კიდევ ერთხელ კი არ გაიგებს, გაიხსენებს მე მგონი. ავიწყდება. ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცის დანიელ ხანანაშვილი რა დონის. დანიელ ხანანაშვილი ბევრმა არ იცის.
თქვენ წარმოიდგინეთ, მეც გარკვეულ დრომდე არ ვიცოდი, არ მსმენოდა მისი სახელი. და მე ნელ-ნელა ქალბატონ ზაირაშვილთან ურთიერთობის შემდეგ გავიგე ვინც იყო ეს ბუმბერაზი ადამიანი და ეხლა როცა გადავწყვეტე აი ამ წიგნის შექმნა, პირველ ნომრად გავუშვი ნამდვილად და ეხლა რა მინდა გთხოვოთ ქალბატონო მერი, თქვენ ხომ არ იცით ტელეფონის ნომერი მომაწოდოთ მისი ახლობლების სამწუხაროდ მე მქონდა ადრე ქალიშვილის ტელეფონი, დღეს მე არავის ტელეფონი აღარ მაქვს. ყველაფერი დარჩა ჩემს სამსახურში. ხმები ამ ადამიანების ყველა ჩანაწერები და იმის გამო რომ მე ვერ დავბრუნდი სამსახურში. გასაგები, კარგი მდგომარეობის გამო დარჩა ქალბატონო მერი. სამწუხაროდ. არა უშავს. გამჩენია პატრონი. იცით რა, ისინი ცხოვრობდნენ ხონში თუ არ ვწდები. რობერტ გოლანს ეწოდინება ეგ. კი ბატონო, რობერტ გოლანმა დიდი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი ნამუშევრები, მაგრამ უფრო ალბომს წარმოადგენდა და არა მეცნიერის. კი, ალბომს, ნამდვილად, მაგრამ მასალაც ასე თუ ისე. მაგრამ იცით რა აღინიშნა ნაწილობრივ. არა ისე როგორც მას წარმოედგინა. დღეს ცოტა გაადვილდა ყველაფერი ცუდად არ გამიგოთ ვისაც ხელი მიუწვდება წიგნზე, ვისაც უნდა მეცნიერული ნარკვევი ჩააბარება აკადემიაში. ეს არ იყო ადრე. ნამდვილად. მით უმეტეს არ იყო ებრაელობისთვის, რამე თუ ბევრი არ ცნობდა ამ ებრაულ გენიალურ ნიჭიერებას. რაც ჩვენს თემში ძალიან მაღალ დონეზე და აი ზუსტად როდესაც ჩვენ გავაგრძელებთ აი სხვა ქუთაისელებზე გამოჩენილებზე საუბარს ნახავთ როგორ გადმოიღვარა აი ამ ადამიანებში ეს ებრაული გენიალური ნიჭი ნახავთ ბატონო გეთანხმებით მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეისათვის ჩვენ ალბათ ყოველ კვირაში თუ არა შეიძლება ყოველდღიურად ჩავწეროთ და გავიტანოთ ეს გადაცემები საზოგადოებამდე რამე თუ ეს საქმეები სულიერი საქმეები წინაპართა ცხოვრების დანიელი არც ისეთი დიდი წინაპარი იყო არა დიდი ასაკიანი ეს ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად აღესრულა და სამწუხაროდ იმ პერიოდში ძალიან წინაპარზე გინდა თანამედროვეებზეც გვაქვს ამ წიგნში ბატონო არ არის აუცილებელი რომ მოულოდნელად გარდაიცვალო და ამან რაღაც დიდი იმიჯი შეიქმნა აუცილებელია რას მოღვაწეობ როგორი ხწვი და რას აძლევს შენ ხალხს რომელსაც ყველა ებრძვის დიდი მადლობა კარგად გრძანდებოდეთ დიდი მადლობა